ჩვენ გვახსოვს საქართველოს ეკლესიის განცხადებები, ხო? ანუ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება როცა გაფორმდა, განცხადებები იყო დაახლოებით ასეთი, რომ ეს არის ისტორიული მონაპოვარი, ეს არის ისტორიული შესაძლებლობა. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის განცხადება იყო სწორედ ეს მილოცვა, რომ მან თქვა, რომ აი ეს დიდი გამარჯვება ჩვენი ხალხის და მან დაალოცა ყველა ის ადამიანი, ვინც იშრომა საქართველოს ევროპასთან დაახლოებისთვის, ხო? ანუ დღევანდელი რიტორიკა რაღაცნაირად ეწინააღმდეგება თქვა თუნდაც ამ სიბრძნეს, ხო? ქართული ეკლესიის უმაღლესი პირი საუბრობს ევროინტეგრაციაზე პოზიტიურად, წარმოაჩენს ამას როგორც ისტორიულ მონაპოვარს, როგორც ქართული ისტორიის, ქართული ასე ვთქვათ, გენის გაგრძელებად და შემდეგ გადის რაღაცა 8 წელი თუ 9 წელი და უცებ თურმე ევროინტეგრაცია ყოფილა გარყვნილების გზა. ანუ ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილს, მაგალითად, ვინც კონსერვატორულად არის განწყობილი და მაგალითად მართლმადიდებელია და მრევლია და ეკლესიის ოჯახის წევრია, ამ ადამიანებს სჯეროდეთ აი ამ მავნებლური პროპაგანდის, რომ ერთის მხრივ ჩვენ კარგად ვიცით და არაერთგზის გაჟღერებული პატრიარქის პოზიცია ევროკავშირთან დაკავშირებით და მე რიგი შემიძლია მოვყვეს და მეორეს მხრივ დღეს გახდა ეს რა ქვია ევროკავშირი გარყვნილების ბუდე, ხო?